გამარჯობა, მე ვარ თეონა ამაღლობელი და ეს მერაკის პოდკასტია, ანუ ჩვენი პოდკასტი. შეგახსენებთ, რომ ჩვენი წარმოდგენია არაფორმალური განათლების ინსტიტუტი მერაკი. ეს არის სივრცე შენი პიროვნული და პროფესიული განვითარებისთვის. ხოლო ჩვენი დღევანდელი ეპიზოდის სპონსორია ყვავილების მაღაზია Sunflowers-ი. Sunflowers-ი არის ადგილი, რომელსაც პირადად მე წლებია ვირჩევდა ვენდობი. ყვავილების შეკვეთა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეგიძლიათ. მისამართი კი მიცკევიჩის 15 ნომერია. ჩვენ დღევანდელი ეპიზოდის კიდევ ერთი სპონსორია ონლაინ მაღაზია Opsi. ონლაინ მაღაზიაში თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ვიქტორია სეკრეტის ორიგინალი პროდუქცია. ხოლო ჩვენ დღევანდელი პოდკასტის სტუმარია ნინი ელიაშვილი. ნინი, გამარჯობა, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ ხარ დღეს ჩემი სტუმარი. მე დიდი ხანია მოგყვები და ვაკვირდები, როგორ აკაშკაშებ გოგოებს და როგორ იცვლება ეს ქალბატონები. შევცვალეთ სიტყვა გოგოები ქალბატონებით. ესე იგი, ნინი, ძალიან მაინტერესებს შენ ცხოვრებაში თვითონ რა მოხდა ისეთი, რომ ეს ტრანსფორმაცია განიცადე. ეს იყო საკუთარი ნებით თუ იძულების ძალით? მადლობა პირველ რიგში. მივესალმები შენს გამომწერებს. ძალიან მიხარია მეც რომ აქ ვარ. საინტერესო კითხვა, როგორ მოხდა. ვიცი რა, ესე რომ გადავხედო, რაღაც ფაზებად დავყოფდი ამ ყველაფერს. პირველი ფაზა იყო რაღაცნაირი თითქოს რომ ყველაფერი გაქვს, მაგრამ შიგნით რომ სიცარიელია. ყველაფერი ადგილზე იყო, კარიერა, ოჯახი, ბიზნესი და ასე შემდეგ, მაგრამ შიგნით არ იყო ის რაღაც დაკმაყოფილების შეგრძნება. მაგ პერიოდში გაჩნდა, სადღაც 10 წლის წინ მაგ პერიოდში გაჩნდა ჩემთან უკვე ეს რაღაც ეგზოტიკური ახალი პრაქტიკები, რომელსაც უბრალოდ მივყვებოდი და ამ სულის ჭიას მაგით ვავსებდი. თუმცა უკვე მეორე ფაზა რაც დაიწყო ჩემს ცხოვრებაში, რასაც ქვია კრიზისი. ტანკივით დამეჯახა ცხოვრება სამყარო და ის ყველაფერი ნაშენები რაც მქონდა და სადაც თითქოს დაცულობას გრძნობდი, ეს ყველაფერი ამ ყველაფერმა დაიწყო დაშლა ყველა სფეროში. და როგორც კი დაშლა დაიწყო, მე დავიწყე უფრო მეტი კონტროლის მექანიზმის და სტრატეგიის ამოქაჩვა ჩემი მობილიზებად, რომ მე ყველაფერი შემიძლია და იმასაც დავალაგებ, ამასაც დავალაგებ და რაც უფრო უძალიანდებოდი ამ ყველაფერს, კიდევ უფრო მიძალიანდებოდა მე გარშემო ყველაფერი, კიდევ უფრო მწარე იყო, რომ რაღაცნაირად თითქოს ვექტორი გამესწორებინა და ჩემ თავთან კავშირზე გავსულიყავი. და ამ ფაზის შემდეგ უკვე გაჩნდა არჩევანი. იმიტომ რომ მანამდე ახლა ამ განმოსახედიდან რო ვუყურებ, თითქოს ავტოპილოტზე რომ ცხოვრობ და თან რომ იცი ძალიან კარგად რომ გამოგდის გადარჩენა და პრობლემების მოგვარება და პრობლემების რო არილევა მერე მაგიტო რომ მოაგვარო. ზუსტად ეგრე საკუთარ თავთან დაკავშირებით ამ ტკივილით, კრიზისით გაჩნდა მერე არჩევანი. ანუ აი ამ ავტოპილოტში, სადაც ყველაფერი სწრაფად ხდებოდა, უცებ ადგილი გაჩნდა, სიჩუმე სადაც შევძელი რომ ჩემი თავი ამერჩია. და ეს არჩევანის პერიოდი ეხლაც გრძელდება და ეს იმდენად შვების მომცემი იყო ჩემთვის. რაღაცნაირმა სიმსუბუქემ, სილაღემ, ჩემ თავში იმ კაშკაშებმა რაც შენახსენე, იმან გაიღვიძა. რომ მივხვდი რომ მარტო ჩემთვის მენანება რომ მქონდეს, მინდა რომ სხვებსაც გავუზიარო და პლუს ამ ყველაფერთან ერთად იქიდან გამომდინარე რომ მიყვარს უფრო სიღრმეში ჩასვლა და სწავლა, მარტო ესე დაზეპირება, მართვის მოწმობაც დაზეპირებით არ გამიკეთები, ანუ შევისწავლე ყველაფერი და ისე გავედი გამოსდას. აქაც ჩავედი სიღრმეში და მე მივხვდი რომ თურმე ეს ის სფეროა, რაც ძალიან მხიბლავს და პროფესიულადაც და ადამიანურადაც და აი იკიგაის პრინციპი რაც არის, ნიჭიც გამომადგა მაგ ყველაფერში, იმიტომ რომ უკავშირებიდან და სამყაროსაც სჭირდება ეს უნარები, ეს საკითხები და უკეთ ეგრე აღმოჩნდი ამ გზაზე. რასაც ქვია რეალურად გონების, სხეულის და სულის გაერთიანება. მათ შორის სუნთქვისაც ესეც მნიშვნელოვანია.
ნინი, ავტოპილოტი ახსენე და ეხლა გვიყურებს ადამიანი ან ფიქრობს და როგორ მიხვდი, რომ ავტოპილოტის რეჟიმზე იყავი, როგორ მიხვდეს თუნდაც ეხლა ჩვენი მაყურებელი, რომ ის ავტოპილოტის რეჟიმზე ცხოვრობს? აი ძალიან კაი კითხვა. ახლა კი ვეძახი იმას ავტოპილოტს, მაგრამ იმ მომენტში ვინმეს რო გაეჩერებინა ჩემი თავი, ვერც ხვდებოდი რა იყო ავტოპილოტი. ანუ ავტოპილოტი, აი ახლა როგორ ვააკვირდები, რომ მეც ამ მომენტში შეიძლება ავტოპილოტზე ვიყო. ჯერ ერთი ძალიან სწრაფად დავდივარ, აი თუნდაც სკროლავ, ხო, აი რაღაცას ვაკეთებ ისე სწრაფად, სადაც ერთი კითხვაც არ არის გაჩენილი, კი, მაგრამ ეს მე მინდა მართლა? ეს ჩემი ცხოვრება? ან ეს ფიქრი ჩემია? როგორც კი ოდნავ მაინც შეანელებ, ოდნავ მაინც დაუბრუნდები შენს ხელს და უბრალოდ კითხვას გააჩენ შიგნით, რომ მართლა ეგ არის? აი მანდ გამოდიხარ ავტომატური რეაქციიდან და ძირითადად ხვდები ხოლმე სისწრაფით. აი სწრაფი, ანუ სისწრაფე ცუდი ზოგადად არ არის, მაგრამ როდესაც აი ძალიან სწრაფად გადარბენაზე ხარ, იქ უბრალოდ არ არსებობს შენი თავი, ის არსებობს გარედან მოხვეული სწრაფი რიტმი, რომელშიც ხარ ამ ფერხულში ჩაბმული. ამ ფერხულიდან უნდა გამოხვიდე, რომ დაინახო. კი, წეღან ახსენე საკუთარი თავი ავირჩიო და ძალიან ხშირად ეხა მერაკს ძალიან ბევრი ქალბატონთან აქვს ურთიერთობა და ამბობენ ძალიან ხშირად ესეთ მაგალითი მოყავს, ძნელია აერჩიო საკუთარი თავი, როცა ხარ დედა, იმიტომ რომ პირველ ადგილზე დგას ოჯახი, ანუ შვილები და შემდეგ ყველაფერი დანარჩენი. აი აქ რა მოხდა? არ გქონდა ბრძოლა იმის, რომ ეს ეგოისტობა შეიძლება ყოფილიყო, ან რას ნიშნავს საკუთარი თავის არჩევა? რა თქმა უნდა. პასუხი არის, რა თქმა უნდა, ჩემთანაც იყო ეს ფიქრები და ზოგადად როგორ შეიძლება შენ იყო ბედნიერი მანამდე სანამ საჭმელს არ მოამზადებს, სახლს არ დაალაგებ, შვილს არ მოუვლი, სანამ არ წაიყვან, ხო, ანუ ყველაფერი და მერე შენ. და სინამდვილეში შენ თუ არ ხარ ბედნიერი დედა, შენი შვილიც ვერ იქნება ბედნიერი. ანუ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გაცნობიერება, რაც ჩემთან მოხდა, ის რომ ჩემი ყოველი ცვლილება, ჩემი ყოველი გაბედნიერება საკუთარ თავთან კავშირზე გასვლა, ავტომატურად ხედავდი ჩემ შვილებში როგორ იწვევდა ცვლილებას. ისინი როგორ ლაღდებოდნენ, იმათ როგორ უხაროდათ ბედნიერი დედა. შესაბამისად, მე თუ დანაკლისიდან მოქმედებ, დანაკლისიდან ვურთიერთობ, რეალურად ვასწავლი, რომ შენს ქცევით ვასწავლი, რომ შენც იგივე გზა უნდა გაიარო და ესე მოყვება generation, როგორ არის, თაობიდან თაობაზე ხო მოყვება ეს ყველაფერი. ამ დროს ჩვენ გვაქვს იმის უნარი, რომ დღეს გავწყვიტოთ ეს მანკიერი ჯაჭვი და ვთქვათ, რომ შვილებს ჭირდებათ ბედნიერი მშობლები, დედაც და მამაც მათ შორის. კი, ანუ რასაც მივხვდი, ეს მზა რეცეპტი რომ მივცეთ ახლა ქალბატონებს, ქალი უნდა იყოს პირველ რიგში ქალი, შემდეგ უკვე მეორე ნახევარი და ბოლოს დედა? თუ ჯერ ქალი, შემდეგ შვილი? ძალიან კარგი კითხვა, როგორ მომწონს. პირველ რიგში უნდა იყოს შენი თავი. ანუ შენი ცხოვრების ცენტრში უნდა იყოს შენ და შემდეგ მოდის სხვათა შორის კი მეუღლე, ანუ მეორე ნახევრის ადგილია, მაგის შემდეგ მოდის შვილები. ძალიან საინტერესოა ეგ მიმდევრობა და ეს მიმდევრობა ეკუთვნის მერლინ მიურეი, ესეთი ფსიქოთერაპევტი იყო და ძალიან საინტერესო ფსიქოლოგიური და ტრავმაზე დაფუძნებული თეორიები აქვს და პრაქტიკები. მისი მოდელით ეს ურთიერთობები იწყება ცენტრიდან, როდესაც შენ დგები შენს ადგილას. ანუ შვილი კი არ ყავს შემოყვანილი, ფული კი არ ყავს იმ ცენტრში, ან ქმარი კი არ ყავს, ან თუნდაც საყვარელი ცხოველები, ძაღლები, კატები, ხო? შენ დგეხარ ცენტრში. და როდესაც შენი ადგილი გიჭირავს, მერე უკვე ყველაფერი შვიდდება და წყმარდება. იმიტომ რომ როდესაც მე ჩემ ადგილას ვაყენებ სხვას, იგივე არის მაგალითად წარმოვიდგინოთ ორგანიზაციაში. დირექტორის ადგილას, რომ დირექტორმა დასვას სხვა და უთხრეს, რომ მე გვერდზევი დგები და შენ აკეთე. ანუ იმისთვის ძალიან დიდი წნეხია, იმიტომ რომ ის ადგილი იქ არ არის. იგივენაირად ჩემს ცხოვრებაში მე ვარ მთავარი პროდიუსერი, მე ვარ მთავარი დირექტორი, ანუ მე ვარ ჩემი ცხოვრების CEO. ამიტომ მე იქ უნდა დავდგე. თუ არ დავდგები, ძალიან დიდ როლს და წნეხს უკვე ვანიჭებს სხვა ადამიანებს და თემებს და ის აუცილებლად გაიჭედება. კი. ამ დროს, როდესაც ეს პროცესები მიდის,
განახლების იდენტობის რაღაცა ნაწილი იკარგება შენ შემთხვევაში იდენტობის რაღაც ნაწილი დაიკარგა ან რაღაც თან წამოიღე ეხლა დღეს თუ რა მოხდა ხო იდენტობის ნაწილებს ფენებად იშორებ მაგალითად ჩემ შემთხვევაში იმ მომენტში მე ვიყავი ძალიან კარგი გოგო ძალიან კომფორტული რომლისთვისაც მთავარი მნიშვნელობა იყო რომ საჭიროება მომეტანა და შედეგებით დამედო ჩემი ღირებულება მაგითი ამეხსნა ასე ვთქვათ. არ ნიშნავს რომ ავტომატურად ცუდი გოგო გავხდი, უბრალოდ ნიშნავს რომ ის ნაწილი რომელიც არ მქონდა მიღებული ჩემში, ჩემი ჭრილოვანი მხარე, უბრალოდ დავინახე ის რომ ისიც არსებობს, რომ მე შემიძლია თქვა კაფეო უარი, მე შემიძლია ჩემი თავი დავაპრიორიტეტო ისე რომ საერთოდ არ ჩავარდე თვით განსჯაში და თვით გვემაში. ასე რომ რაღაცა ნაწილები ჩამოიფრცხნა და რაღაც ნაწილების ინტეგრაცია მოხდა. იდენტობის კუთხით. ნახე დღეს რომ ვაკვირდებით რაღაც ესე ტენდენცია არის ძალიან ბევრი ადამიანი ეძებს საკუთარ თავს. და ამ ძებნაში მეც ვიყავი რაღაც ესე მეც მქონდა კრიზისი დავსვე საკუთარ თავზე როგორ ფიქრობ ეს უბრალოდ ტრენდი გახდა თუ რამ გამოიწვია ის რომ აი ამდენი ადამიანი დაინტერესდა საკუთარი თავის აღმოჩენით ვიცი რა ორივე არის რომ თან ტრენდიც არის და თან ცოტა ტკივილიდან გამომდინარეც ამიტომ რომ რაღაც კრიზისი უნდა დადგეს რომ ამას შეეხო არ არის აუცილებელი რომ ცუდი იყოს ეს ანუ ძალიან კარგიც არის რომ ტრენდია ერთადერთი ტრენდის შემთხვევაში ვიტყოდი იმას, რომ რასაც ვაკვირდები, უბრალოდ ადამიანებს აქვთ ის წარმოდგენა, რომ თუ მე ვთქვათ პრაქტიკაზე მივალ რაღაცას მოусმენ მარტო და ამას ცხოვრებაში არ გადმოვიტან, არ დავაპრაქტიკებ მე თვითონ, ესე თავისით შეიცვლება. მუშაობა ჭირდება ამ ყველაფერს. შესაბამისად, მუშაობისთვის ხანდახან, ან უმეტეს შემთხვევაში ტკივილი არის კარგი მამოტივირებელი, იმიტომ რომ უკვე გაუსაძლისი ხდება ის მოცემულობა, სადაც ხარ და ან გადავრჩები, ან რაღაცას გავაკეთებ. იმიტომ რომ თუ დავაკვირდებით, მაგალითად, ჩვენთვის უფრო მარტივია, რომ სამსახურში უფროსმა მითხრას პირობითად, რომ შენ 9 საათზე მოდი და 10 გეხარ და მიდიხარ. მაგრამ უფრო რთულია შენ თავს უთხრე რომ მე ყოველდღე 9 საათზე ვიღვიძებ რომ წავიდე სავარჯიშოდ და იმას არ ვაკეთებ, ხო? რა საოცარია. ამიტომ თითქოს რაღაცა გვჭირდება გარედან, რომ ჩემი თავი ავარჩიო. ამ დროს ამ პრაქტიკებში ესეთ როლს თამაშობს ხოლმე ეს ტკივილის მომენტი, კრიზისის მომენტი, რომ ან ეხლა, ან არასდროს, რომ ბოლო-ბოლო ჩემი თავი ავარჩიო და მარტო გარეთ არ ვიყო მიმართული. და ტრენდი იმიტომ კარგი არის, იმიტომ არის კარგი, რომ უკვე ვიცი სად რა პრაქტიკებია და თითქოს სადღაც რაღაცას შეხებული ვარ. თუმცა მარტო სიარულის გამო და თუ არაფერი არ იცვლება, ამას აზრი არ აქვს. კი, აი ეს დის ინდიკატორი რა არის? როგორ მივხვდეთ, რომ მართლა მიმდიდარ შენ შემთხვევაში როგორ იქცენი ცვლილებები, ანუ თუ შეიძლება საერთოდ ამის გაზომვა, ინდიკატორი თუ არსებობს? ჩემთვის ყველაზე კარგი ინდიკატორი არის როგორ შეიცვალა შენი გარემოცვა, გარეთ როგორ, ანუ ცხოვრების ხარისხი როგორ შეიცვალა. იმიტომ რომ თუ მე შიგნით, თუ მე შიდა სამუშაოებს ვაკეთებ და გარეთ არაფერი არ იცვლება, ანუ ხარისხი ცხოვრების, ურთიერთობები, ფინანსები, წარმატება, თვითრეალიზაცია, ხო? მაშინ თავარი კითხვა უნდა დავუსვათ ჩემ თავს, რომ რაღაცას არასწორად ვაკეთებ. სადღაც კიდე არ ვუსწორებ თვალს სიმართლეს, ან ბოლომდე პასუხისმგებლობას არ ვიღებ. ამიტომ ჩემთვის ინდიკატორი არის ყოველთვის ის, რომ ჩემთანაც რომ მოდის კონსულტაციებზე იქნება თუ ჯგუფურ ვორქშოპებზე, რომ რა არის ის, რაც გინდა და არ გაქვს და რა არის, რაც არ გინდა და გაქვს. ანუ რა ხდება შენ ცხოვრებაში? ეს ყველაფერი მე შევქმნი, ჩემი შიდა, დაჯერებებით, პროგრამებით, შიშებით და ასე შემდეგ. მე თუ ვმუშაობ ჩემ თავზე, მაშინ ავტომატურად გარეთ იცვლება სამყარო, იცვლება ჩემი აღქმა, იცვლება ენერგიის დონე, სიმშვიდე, რეაქტიულობა, ანუ ეგრევე რეაგირებ თუ სიმშვიდით რეაგირებ, ანუ საიდან რას ვაკეთებ. ინდიკატორები ხოლმე ჩემთვის ეგ არის, რომ
რა ხდება გარეთ. ისე რა ეხა გისმენდი და რა მომწონს რა არ მომწონს რა უფრო მნიშვნელოვანია ვიცოდე რა მინდა თუ რა არ მინდა ამ შემთხვევაში რომელი უფრო მამოტივირებელი არის პიროვნული განვითარების გზაზე ხო, ჩემთან მოდიან ხოლმე ხშირად რომ აი რა ეს მინდა და მე იწყებენ ხოლმე საუბარს რა არ უნდათ. და ძალიან ხშირად უფრო მეტად ვიცით ხოლმე რა არ გვინდა, მაგრამ გვიჭირს გავიგოთ რა გვინდა. ზოგადად რა გვინდაც ისეთი შეიძლება დიდი ხანი დამჭირდეს გავარკვიო რა მიზანი მაქვს, რა მისია მაქვს, სად მივდივარ, მაგრამ უკვე ფოკუსის შეცვლა გაგებაზე უფრო დადებით კონტექსტში რომ საით მივდივარ, რას ვაკეთებ და რა არის სად ვდგევარ ახლა ვიდრე ის რომ რა აღარ მინდა. რა აღარ მინდა არის რეალურად წარსული. კი, მნიშვნელოვანია გავიგოთ დღეს სად ვდგევარ და იქ დავსვა გარკვეულწილად წერტილი, რომ კი ეს არის მოცემულობა, თვალი გავუსწორო, ვაღიარო და მე უკვე დავიწყო შენება იმისი რა მინდა, მაგრამ ეს მინდებით შეიძლება შეიცვალოს რაღაც გზადაგზა. ჩემ შემთხვევაში ციცვლება და ერთი პრობლემა რაცაც წავაწყდი მე პირადად ჩემთან იყო რომ იმდენად კარგად ვიცოდი რა მინდოდა პირობითად 10 წლის მერე რომ დღევანდელ დღელობაში ამის ტრანსლირებას ვერ ვაკეთებდი და ის იმდენად კარგი იყო და იმას თვალს დავხუჭავდი და ვეხებოდი და დღეს ვახელდი თვალს და სხვა რეალობა მჩნევოდა. ესეც არის რომ იმდენად გადავარდი უკვე მომავალში რომ დღეს აღარ ვცხოვრობდი და დღეს რა პატარა ნაბიჯი შემიძლია გადავდგა იმისთვის რომ იმ მინდას ან მიზანს დავუკავშირდე. კი, ძალიან მნიშვნელოვანია, ხო, ანუ იმდენად იცხოვრო შეიძლება ადამიანმა, ან ჩემ შემთხვევაში რა იყო, სულ თავიდან, როდესაც საერთოდ პიროვნული განვითარებით არც ვიყავი დაინტერესებული და არც მიფიქრია, რომ რაღაცა პრობლემა ჩემში იყო, იმდენად ცხოვრობდი მომავალი ცხოვრებით, რომელიც არ მქონდა, აი 10 წლის შემდეგ ვინ შეიძლება ვყოფილიყავი, უკვე мотиваცია აქ და ახლა დაკარგული მქონდა, იმიტომ რომ მე ხო უკვე 10 წლის შემდეგ ის ვიყავი, ვინც მიდოდა და ამის არაფერს არ ვაკეთებდი რეალურად დღევანდელ ცხოვრებაში. საიდან უნდა დაიწყოს ადამიანმა, აი როგორ მიხვდეს ადამიანმა, რომ ეხლა ჩემი ცხოვრება არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს, ან როგორიც მინდა, დავკარგე უკვე სიო მართვის სადავეები და მეც დავიკარგე. აი რა არის ის პირველი, რასაც ურჩევდი ასეთ ადამიანს? ხოცებ. ხო, რას ურჩევდი ეგეთ ადამიანს? პირველ რიგში ვეტყოდი ესეთ დამამშვიდებელ სიტყვებს, რომ მარტო არ ხარ და ეს გარკვეულწილად ხდება ხოლმე და პირიქით გილოცავ. ვეტყვი, რომ თუ დაიკარგე, ესე იგი შეგიძლია რომ იპოვო რაღაცები. პირველ რიგში დავიწყებდი იქიდან სად ვდგევარ ახლა. და იმის ძებნაში რა იყო, ან რაღაც რა მინდა, ან საიდან დავიწყო, არ ვიცი. გავუშვებდი ყველანაირ სწორს და არასწორს. იმიტომ რომ ეგეც ხანდახან წამღები, რომ აი სწორედ როგორ დავიწყო, ასან მივიდა. ვიპოვიდი ერთ მენტორს, ადამიანს, რომელიც ჩემში გარკვეულ რეზონანსს იწვევს და გავყვებოდი გარკვეული პერიოდი. იმიტომ რომ რასაც ვაკვირდები არის, რომ დავიკარგე და ხან იმას მიედებიან, ხან ამას მოედებიან, ხარ და მე ფოკუსი იმდენად იშლება და ფართავდება, რომ თითქოს ბევრ ნაწილში გავშალე ჩემი ფესვები, რომ ისიც მინდა, ესეც მინდა, მაგრამ სად მივდივარ, თითქოს ვერ ვარკვევ. ამიტომ მნიშვნელოვანია ერთი ხაზი ავარჩიო, თუნდაც ერთი თვე, თუნდაც ორი თვე, რომ რეალობამ, ჩემმა შინაგანმა სამყარომ და რეალობამ შეძლოს, რომ ერთმანეთთან სინქრონიზაციაში მოვიდნენ და რაღაც ადგილას დავდგე და თან შევძლო დავინახო. და мотиваციას მაძლევს ხოლმე ის, რომ ვხედავ პატარა შედეგებს. დიდი შედეგები მაძლევდა ადრე мотиваციას, მაგრამ მე მთელ ამ სილამაზეში თვითგანვერთებაში დავინახე, რომ პატარა ნაბიჯები არის იმაზე უფრო ფასეული, ვიდრე დიდი ერთჯერადი მიღწევები. ამიტომ აი ამ პატარა ნაბიჯებში, უბრალოდ აი ამ დაკარგვაში პატარა ნაბიჯების დანახვაც აუცილებელია. კი. ხო, ზუსტად მეც მაგას ვამბობ ხოლმე, რომ აი სიკაშკაშე მინდა და უცებ უნდათ რომ ის დიდი გახდნენ რაღაცა და ვეუბნები რომ ზუსტად პატარა ნაბიჯებს, როცა პატარა სრულებს საკუთარ პატარა ნაბიჯს, აი აქედან მოდის ზუსტად ის სიკაშკაშე, რასაც თქვენ სხვებში ხედავთ, ხო და რასაც თქვენ სხვებისგან გიდა. ნინი ნახე, მე დაახლოებით ეს პიროვნული განვითარება ახალი დაწყებული მქონდა, უკვე ფსიქოთერაპევტიც აყვანყავდა, იმიტომ რომ უგრძნობდი, დეპრესიაც მქონდა და უცებ მომიმადე 10 კილო.
და არაფერს განსხვავებულს არ ვჭამდი, არც რაღაცა ისეთი სპორტი ან რაღაცა არ დამიწყია, რომ კუნთოვანი მასა ჩამეთვალე ეს 10 კილო, აი დავსივდი, შევშუპდი რაღაცნაირად, მომემატი 10 კილო, ტანსაცმელი ისევ იგივე ზომა მქონდა, მაგრამ აი სხეული რაღაცას მეუბნებოდა და რას გვიმალავს, ანუ რას გვეუბნება სხეული, რასაც გონება მაგალითად გვიმალავს ან არ გვეუბნება. რას გვეუბნება სხეული? ესე იგი სხეული ამ პროცესში ძალიან კარგად ახსენე, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, რომ ჩავრთოთ. სხეული სინამდვილეში ყოველ დღე გველაპარაკება. უბრალოდ ჩვენ სხეულის ენა არ ვიცით. ამას არ ვსწავლობთ, არც სკოლაში, არც უნივერსიტეტში. და კარგია, რომ ახლა უფრო მეტი პრაქტიკები შემოვიდა ამ მიმართულებით და ზოგადად სომატიკა, რაც არის სხეული, ან სომატიკის შესწავლა. სინამდვილეში ყველა დაავადება ფსიქოსომატური, ანუ სხეულს აქვს ის უნარი, რომ იმპულსები მოგვცეს, რაღაც სიგნალები მოგვცეს და ყურადღება გაგვამახვილებინოს რაღაც ტკივილთან, საკითხთან, გამოუხატავ ემოციებთან დაკავშირებით. უბრალოდ ჩვენ არ გვაქვს ეს რუკა ცოდნის ინფორმაცია, რომ ამოვიცნოთ. სამწუხაროდ, რომ გამწვავდება ხოლმე, მე მივდივართ და გვინიშნავენ წამლებს და ამ წამლებით სიმპტომს ვაყუჩებთ, მაგრამ შიგნით პრობლემა რა არის, იქამდე შეიძლება ვერ ჩავიდეთ. მნიშვნელოვანია, რომ გონება და სხეული ერთმანეთთან გავაერთიანოთ. ან მაგალითად, სუნთქვით პრაქტიკებს რაც შეეხება, ხომ? ძალიან ხშირად ვაკვირდები, რომ არის გლოვის ეპიზოდი, შეჩერებული გლოვა, ან შეიძლება ურთიერთობა იყოს, შეიძლება საყვარელი ადამიანის დაკარგვა იყოს და იქიდან გამომდინარე, რომ მე უნდა ვიყო ძლიერი, ან არ უნდა დავანახო სხვას, რომ მткиვა, ან შვილს არ უნდა ვანახო, ის ემოცია, რაც აუცილებლად იბადება სხეულში და მას სჭირდება გამოსვლა, ის ემოცია კავდება. ანუ უნდა გამოვიდეს და მე ამას ვაჩერებ. და ეს არცაც სხვაგან არ მინდის თუ არა ჩვენს სხეულში, ფასციებში, კუნთოვანი ჯავშანი იქნება და ასე შემდეგ. და მე ჩდება ტკივილები, სახსრები, ბევრი რაღაცა, უამრავი. ანუ აქ ეს რო წავიდეთ ცალკე პოდკასტი შეიძლება ჩავწეროთ, მაგრამ რას ვამბობ? და აღმოვაჩენთ, რომ იმ წერტილზე ყურადღების გამახვილებით და პოვნით, თქვა, სათმტკივა, უცებ აღმოვაჩენ, რომ კი ამ ტკივილს უნდა რომ მითხრას, რომ მე არ მაქვს გამოგლოვილი და შეიძლება თუნდაც სესიაზე, თერაპიაზე, სუნთქვით პრაქტიკაზე მე ვიტირო, გამოუშვა და ეს აბსოლუტურად გაივლის. აღარ არის. ძალიან ბევრი შემთხვევა არის ეგეთი, რომ მოდიან ხრების ტკივილი, ზურგის თავის ტკივილით რაღაცა და უცებ ერთ სესიაში აღარ არის არაფერი. ეს არ არის, რომ ამითი შეიძლება ეს წამში განიკურნოს რაღაც, იმიტომ უკვე მატერიაში თუ ჩამოვიდა, ძალიან მყარად გაჩნდა იმის განკურნებას უკვე ცალკე პროცესი ჭირდება, რა თქმა უნდა, ჩვენ სამდე რეალობაში. მაგრამ სანამ იმპულსი მოდის, მანამდე შესაძლებელია, რომ სხეულებრივი პრაქტიკებით ყურადღების გადატანითაც კი ნახოთ რა ხდება, რას გელაპარაკება, შენი სხეულის გელაპარაკება და სინამდვილეში სხეული გვიცავს. გვიცავს ტკივილისგან, გვიცავს იმ და რისგანაც გვიცავს, ეს ყველაფერი პროგრამები ჩაწერილია გონებაში. და რა ხდება, როდესაც გონება და სხეული ერთდროულად არ ვამუშავებ და ერთდროულად არ მუშაობს, იმიტომ რომ მე ძალიან მიჭირდა სხეულებრივი პრაქტიკები. უფრო მეცაც გეტყვი, დავალება მქონდა ესეთი, რომ მინიმუმ 1 წუთი მეცეკვა. და ძალიან მიჭირდა. ანუ როდესაც ვიწყებდი ამას, ძალიან სასაცილოდ თვლიდი ჩემ თავს, რაღაცა პატარავდებოდი და ვფიქრობდი, რომ ეს რას მოგიტანს, რა სისულელეა თეონა, რას აკეთებ ახლა. ხო და აი არ ვიცი, შებუჭილი იყო მთლიანი სხეული, ვერც კი ინძრეოდა სხეული და რა ხდება, როცა ერთს ვამუშავებ და სხეულს ამ დროს ვაიგნორებთ. ხო, ძალიან მიყვარს ამ თემაზე საუბარი. ესე იგი, მეც თვითონ შორიდან დავიწყე. მეც დავიწყე ჯერ საერთოდ ამ პროგრამის გაგება, რა ჩავაინსტალირე აი ამ სხეულში, ამ ავატარში, ხო, რა პროგრამებით მოვედი აქამდე. კაი, გავარკვიე ეს პროგრამები, რაღაც აჰა მომენტებიც მქონდა, მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაში ვხედავ, რომ რაღაცა ცვლილება მინდა, მაგრამ სხეული არ მომყვება, იმიტომ რომ უკვე უგრძნობ, რომ ჯავშანი აქვს ამას, თითქოს გალიაში ვზივარ და რა თავისუფლად შეიძლება ხელიც ვერ ავწიო, ხმამაღლა ვერ ვისაუბრე, შეიძლება ხმაც კი ვერ ამოვიღო ისე როგორც მინდა თავისუფლად. მან სხეულებრივი პრაქტიკებით, როცა
დავინახე რამხელა რეალური აი რკინა-ბეტონი გვაქვს სხეულში, არ გვიშვებს. აი ესე ვართ გაჭედილები. და რა არ გვიშვებს? მაგალითად თუ რო ახსენე რომ ცეკვა, ხო, აი არ გვიშვებს და შეიძლება ხელიც ვერ აწიოს. მე ვერ ვწევდი, მე ვერ ვწევდი. რა სისულელეა და ეს ზუსტად ის რაღაც დაჯერებები, რომ ეხა სასაცილო გამოჩნდები, რა სიტყვიან და მიდის აი ამ პროგრამებში. და twins უნდა რომ შენ დაგაბრუნოს მდგომარეობაში, სადაც სიმშვიდეა და მისთვის სიმშვიდეა, რომ შენ არ იგრძნო ის ტკივილი და ხელს არ აგაწევინებს. და როდესაც ვუკავშირდები უკვე ამ ჩემს ხელს და ამ ნაწილებს, ვანთავისუფლებ. და თავისუფლად მიდის ენერგია. სინამდვილეში შინაგანი თავისუფლებაც ეგ არის, ხო, რომ შეგიძლია ხელიც აწიო, იცეკო კიდევაც და საერთოდ არც გჭირდებოდეს ალკოჰოლი ისე გაერთო. კი. ხო, ანუ ჩემ შემთხვევაში მე იქამდე მივედი, რომ ეხლა თუნდაც ბალისეც აბსოლუტურად სასმელის გარეშე უბრალოდ მე თვითონაც მეცინებოდა, რომ მეგონა ჩემი თავი ხო. ნასვა, მაგრამ არიყავ. თავისუფლება, ანუ ის შებოჭილობა, ის ტკივილი, აი თითქოს აქაც გადევს რაღაცა, რომელიც არ გიშვებს. გინდა ნაბიჯი გადადგა და ვერ მიდიხარ. გინდა გაუღიმ რაღაც კომპლიმენტი უთხრა, მაგრამ ვერ. ნახე, როგორ აისახება ეს სხეულში დაგროვილი დაძაბულობა, ეს სხეულს ყველაფერი ახსოვს, ხომ ყველაფერი შენახულია ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ფინანსებზე, სექსუალურობაზე, პარტნიორულ ურთიერთობებზე, ახდენს თუ არა რამე გავლენას და საერთოდ გამოიხატება თუ არა? ესე იგი, საინტერესო ის არის, რომ აი სანამ არ წახვალ რაჭაში და სუფთა ჰაერს არ ჩაისუნთქა, ვერ მიხვდები თბილისში რა დაბინძურებულ ჰაერში ვცხოვრობთ. აი ზუსტად ეგრე არის. სანამ მართლა სხეულით არ გაანთავისუფლებ, არ გაწმენდ მილების გაწმენდას ვეძახი ხოლმე, აი ენერგია უნდა გავიდეს, მაგრამ შიგნით არის დაჟანგული ყველაფერი და სხვადასხვა სხეულების ემოციური, ფიზიკური, მენტალური, ენერგეტიკულ სხეულებზე არ მოძრაობს ენერგია თავისუფლად. თავისუფლად რო არ მოძრაობს, წარმოიდგინე მართლა ფიზიკურათაც რო წარმოიდგინო, გაცვია მე-19 საუკუნის ისინი რკინის ჯავშნები, ნუ აი მითი ხო ვერ დადიხარ. შეიძლება ვერც ეფლირტაო წესიერად, ხო, ვერც დაინახო, ვერც დაგინახონ. სინამდვილეშიც ეგეთი კი გვაცვია გარედან. ლამაზად ვიცმევთ, თმებს ვიკეთებთ, მაგრამ ენერგეტიკულ დონეზე და სხეულებრივ დონეზე ზუსტად ეგეთი ჯავშანი გვაცვია შიგნით. შესაბამისად, როდესაც ენერგია არ მოძრაობს თავისუფლად, ფულის ნაკადიც არ მოძრაობს თავისუფლად, სექსუალური ენერგიაც არ მოძრაობს თავისუფლად. დღევანდელ დღეს მთავარი ვალუტა არის ჩვენი ენერგია. მთავარი ვალუტა არის ეს. და ამაზე ბევრს უკვე საუბრობენ და მიხარია რომ საუბრობენ, იმიტომ რომ ადრე გვეგონა რომ დრო არის ფული არის დრო, ხო? დრო ფულია. დღეს უკვე ენერგიაა ფული. შენ რასაც გაცვლი არის შენ ენერგიას გაცვლი. და რაც უფრო გაწმენდილი, რაც უფრო დიდი, რაც უფრო ტევადია, მით უფრო დიდი არის შემოდინება ამ ფულადი ენერგიის. ძალიან საინტერესოა. შენ ძალიან საინტერესო სტორები გქონდა და მე გერმანიაში დაახლოებით ესე 5-6 წლის წინ ერთ-ერთმა გერმანელმა მითხრა ესეთი რაღაცა, რომ ერთმანეთსო გოგოს რატო ეძახითო რა, ანუ და არა მაგალითად რატო არა ქალი და რატო გოგოო და მე ვთქვი, იმიტომ რომ გოგოები ვართ მეთქი რა, ახალგაზრდები ვართ მეთქი, ლამაზები ვართ მეთქი და აი რაღაც გოგოები ვართ მეთქი ესე ავუხსენ და არაო რატო, იმიტომ რომ გერმანულ ენაში მეთქიან მაგალითად ამბობენ 16 წლამდე ასაკის და შემდეგ უკვე ფრაუ და ეხა 22 წლის და თუნდაც 20 წლის რომ მეთქიან დაუძახო, ეს ძალიან დიდი შეურაცხყოფაა, ხო? და შენ ძალიან საინტერესო სტორი ქონდა. მათმა მე მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ჩემი გონებრივი შესაძლებლობებით აუხსენი რა განსხვავება იყო გოგოსა და ქალბატონს შორის და მე თვითონ არ ვიცოდი მაშინ და როგორ უნდა ამეხსნა, შენც ქონდა ძალიან საინტერესო სტორი და შენ როგორ ხედავ ამას? ვინ არის გოგო და ვინ არის ქალბატონი? ხო, ხშირად მეც ვამბობდი, რომ მე ვარ გოგო და ეს გოგო ასოცირდება რაღაც ახალგაზრდობასთან,
მკვდარდელობასთან, პატარა ასაკთან და სინამდვილეში ასევე ცოტა უპასუხისმგებლობასთანაც. პირდაპირ ვიტყვი ამას, ჩემ მაგალითზე. იმიტომ რომ სანამ გოგო ხარ და ესეთი პატარა ხარ, ცოტა გიქრის. ეს არ ნიშნავს, რომ ყველას უქრის, მაგრამ ანუ ამ კონტექსტით ვიყენებთ ჩვენ, რომ აი გოგოებო წავედით და ასე შემდეგ. და პრობლემა არ არის. შეგვიძლია გავაგრძელოთ, რომ ეგ სიტყვები გამოვიყენოთ, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ სიტყვა მე ვარ ქალი, აი ახაც ვინც უყურებს, უბრალოდ შიგნით რო ჩაატრიალოს ეს კითხვა, მე ვარ ქალი. და როგორ აღვიქვავ ამას? იმიტომ რომ ქალი არის უკვე მთლიანად სიმბოლო იმისი, რაც ვართ. და ამის უარყოფა ნიშნავს, რომ მე ამ ენერგიასაც არ ვიღებ. და ქალი არის ზრდასრული, მიმზიდველიც, ჩამოყალიბებულიც, პროფესიონალიც, გიჟიც, გადარეულიც, მშვიდიც, ყველაფერია. და მე დღეს თუ ვამბობ, რომ მე არ ვარ ქალი, მე ვარ გოგო, ავტომატურად ნიშნავს, რომ მე ამ დიდ საგანძურზე, რაც ჩემში არის ბუნებით, ხო, ჩამოტვირთული ამ სხეულში გავჩდი, ხო? ამაზე ვიძახი უარს. და მინდა ვიყო რა მოსაწონი, იმიტომ რომ რო დავფიქრდი, საიდან წამოვიდა თუნდაც ჩემში, მე მოვიფიქრე? არა, რაც სოციუმში მიღებულია, იმას ვაკეთებ მეც. და უცებ მივხვდი, რომ რატომ მეუხერხულება და თუ მანამდე შენ როგორ გავარკვიოთ რაღაცებზე მეკითხები, აი მანდაც ესე ვარკვევ ხოლმე, თუ სადღაც რაღაცა დისკომფორტს იწვევს ჩემში, მან უბრალოდ კითხვას ვსვავ ხოლმე, რომ რა ხდება შიგნით, რატომ აქ ეს წინააღმდეგობა და მე ვარ ქალი. კი, და დღეს უკვე ამაზე საუბრითაც, შეკრებების ჩატარებითაც, ვორქშოპებიც ასე, უკვე მივხვდი, რომ მივიღე ეს იდენტობა, ეს არსი. არა გარე ფორმა, არამედ შინაარსი ამისი, რაც არის რეალურად აი პრინცესადან რომ დედოფალი გახდები, ანუ დედოფლის არქეტიპში შესვლა. კი, აი ხა პრინცესა და დედოფლობაზე ალბათ საზღვარგარეთ ეს გოგო და ქალბატონი ვერც აღიქვამდა ის მენტორი, რომ და ზუსტად მენტორმა გითხრა, რომ შეწყვეტეთ პრინცესობა და იყავით დედოფლები. პრინცესებს უბრძანებენ რა გააკეთოთ და დედოფლები თავად წყვეთ რა გააკეთოთ და გახდეთ დედოფლები. პრინცესობიდან შედით დედოფლობაში და ამან ძალიან დიდი გათვითცნობიერება მოიტანა მაშინ ჩემში, რომ მე ყველაფერი რასაც ვიღებ, შემიძლია ეს არის ჩემი გადაწყვეტილებები და ასე შემდეგ. ძალიან საინტერესო იყო. ნინი, ქალბატონები ვახსენეთ ახლა და შენ ქალბატონებისთვის შექმენი კლუბი ფული, სექსი, სიყვარული. სად დაინახე ამის საჭიროება და რას ნიშნავს საერთოდ ეს კლუბი? ანუ ხო, ვის შეუძლია მოვიდეს, საიდან ვიწყებთ, უჭირდება თუ არა რაღაცა გამოცდილება ამ კლუბში მოხვედრამდე და ასე შემდეგ რომ გითხრა მოკლედ. ხო, ქალებთან რამდენიმე წლიანი ესეთი აქტიური მუშაობის შედეგად და საკუთარ თავზე მუშაობის შედეგადაც დავინახე მნიშვნელოვანი გამოწვევა, რაც იყო, რომ ესეთი ძვირფესვიანი ვორქშოპიდან ვორქშოპამდე, ტრეინინგიდან ტრეინინგამდე პრაქტიკაში გადმოტანა არ ხდებოდა თითქოს იმისი იქ რაც გავაცნობიერე. ან ჯერ საერთოდ მავიწყდებოდა, ან არ რაღაცა ქმედებას არ ვაკეთებდი, ან ყოველდღიურად არ ვიწყებდი დაკვირვებას. და ჩემთან პირადად გაჩნდა საჭიროება, რომ სისტემური ხასიათის ყოველდღიური მარტივი გარკვეული ფიქრში და სხეულის შეგრძნებებში ჩავარდნის სივრცე მქონოდა. ანუ სივრცე, სადაც სივრცე, რომელიც მომცემდა ბიძგს, რომ ის, რაც რეალურად მინდა შევქმნა ცხოვრებაში, იმაზე სწორება მქონდეს, ან ფოკუსი მქონდეს, სისტემური მიდგომა მქონდეს, მაგრამ თან იყოს მარტივი და სახალისო. რაღაცები ხანდახან რთულია ხოლმე და ჩვენც ვართულებთ და რაღაც როლებში შევდივართ და აქ ეს სიმარტივე და სილაღე მინდოდა და ამიტომ შევქმენი კლუბი, რომელიც არის ონლაინ პლატფორმა, წევრობაზე დაფუძნებული, ყოველთვიურად შეგიძლია რომ გაწევრიანდე და იქ ყოველთვე მაქვს კონკრეტული თემები, ყოველკვირეულად ჩაშლილი პოდკასტები და
თვითრეფლექსიის სავარჯიშოები. რაც გაძლევს საშუალებას, რომ შენი ფოკუსი აიღო და იმ კონკრეტული ერთი კვირის განმავლობაში აი ამ საკითხს დაუთმო, სულ მცირედი დროც კი უკვე დიდ ცვლილებას იწვევს, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ სადაც ჩვენი ფოკუსია, იქ მიდის ჩვენი ენერგიაც, ხო? ანუ მე თუ დღეს ვთქვი, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანია ამ თემაზე ვიმუშაო, აი სულ რო ეს გავაჟღერო, უკვე სამყარო ჩემი სისტემა ყველაფერი იწყებს გადალაგებას, რომ ეს მომცეს. მაგრამ მე რას ვაკეთებ ხოლმე და რასაც ვაკეთებდით, არის რომ ესეც მინდა, ისიც მინდა და უცებ აღარ იცის ჩემმა სამყარომას და ჩემმა სისტემამაც რომელ ერთ ეტაკოს, ასე ვთქვათ, ხო? და ამიტომ ჩემთვის არის ეს კლუბი იმის შესაძლებლობა, რომ ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ სიმარტივით, რეგულარული პრაქტიკით რაღაცნაირ შენს რიტმში ყოველდღიურობაში იმუშაო ამ საკითხებს. რას ნიშნავს სექსუალური ენერგია? ხო, სექსუალური ენერგია არის ჩვენი სასიცოცხლო ენერგია. სხვადასხვა თუნდაც ტანტრული სწავლებებიდან, ხო? ანუ ეს ის არის, რითიც დავიბადეთ. ანუ ამ შემოქმედის ენერგიამ ჩვენ შუა, ანუ აი ამ ნაპერწკალმა გააჩინა ორგანიზმში ეს პროცესი, ხო? და სექსუალური ენერგია რატომღაც ასოცირდება უფრო მეტად სექსთან, ტაბუდადებულ საკითხებთან, მაგრამ სინამდვილეში ეს არის ის, რაც გვაცოცხლებს, ის, რაც ჩვენში არის ისედაც. და ამ საკითხზე, ამ კლუბის ჭრილში უბრალოდ საუბრობთ არა მხოლოდ სექსუალურობაზე, არამედ თვითონ ინტიმურობაზე. ანუ რა არის ჩემ თავში ეს ენერგია, ჩემი ქალურობა, ჩემი ქალური ნაწილის მიღება. ხო, და პრაქტიკებიც არის მიმართული იმისთვის, რომ ეს დიდი ბლოკები სირცხვილის, განსჯის, ესენი მოვაშორო ამ ყველაფერს და დაუბრუნდა იმ წმინდა ენერგიას, რაც არის. აი განსჯა, სირცხვილ და შემდეგ ახსენე, რას ბლოკავს ეს ენერგიები? ან თუ სექსუალური ენერგია არ არის გაღვიძებული, ხო? რას ბლოკავთ ამით? ან რას ნიშნავს სექსუალური ენერგიის გაღვიძება? ყველა ქალს შეუძლია გააღვიძოს, ან შეიძლება ეს იყოს ყველა ქალში უბრალოდ მიძინებული ან მკვდარი, ხო, ძალიან ხშირად ჩემთვის მოუწერიათ მაგალითად, რომ აი ძალიან მინდა ესეთი კურსი, სადაც სექსუალური ენერგიების კურსი იქნება, რომ აი ვიკაშკაშო, ვიწყინო რაღაც ესე წარმოუდგენიათ და ეხა ესენი ვინც გვიყურებენ, ძალიან მარტივად რომ აუხსნათ. ხო, ანუ აი ძალიან მარტივად რომ შევხედოთ, ძალიან რომ გავამარტივოთ. ენერგია, რომელიც ჩვენში შიგნით არის, რომელიც აღძრავს კრეატიულ მოქმედებას, შთაგონების წყარო არის, რომელსაც შეუძლია რომ სიამოვნებით აკეთოს, სიამოვნებით დატკბეს, ყველანაირი შეგრძნების ორგანოები გახსნას და ასე დაუკავშირდეს სამყაროს და ჰარმონიაში იყოს სამყაროსთან, ხო? ანუ ეს არის ის ენერგია, რაც ჩვენში არის. არის შინაგანი ქალური ენერგია, შინაგანი მამაკაცური ენერგია და რაც ხშირად ხდება არის, რომ უბრალოდ ამას დავარქვით, რომ ეს არ შეიძლება, ეს ცუდია, მე თუ სექსუალური ვარ, მაშინ შეიძლება სხვანაირად გაიგონ, მაგრამ სექსუალურობა და შინაგანი ქალური სექსუალური ენერგია ერთმანეთთან თანხვედრაში შეიძლება არ მოდიოდეს, იმიტომ რომ მე ამ ენერგიას ვფლობ და მე ვარ აბსოლუტურად საკმარისი. აღარ მაკლია არაფერი. შესაძლებელია რომ პრაქტიკებით იყოს მაგალითად სხვადასხვა ზონების აქტივაციით ამ ენერგიას დავუკავშირდე და ავამაღლო ჩემში და ასევე შესაძლებელია დავინახო სადმაკ ის ტრამვები, რატომაც ამას ბლოკავ. რატო არ ვუშვებ? რისი მეშინია? რას ვფიქრობ კაცები როგორები არიან? რას ვფიქრობ თუ ქალი თვალებში შეხედავს როგორია? ანუ აი იმდენი ბლოკი დგას ამ საკითხთან დაკავშირებით, ამ დროს სინამდვილეში ეს არის ის ენერგია, რომელმაც ჩვენ გვშვა. კი. კარგი. ფემინური, ხო? კი, ფემინური ენერგია. მოდი ახლა გადავიდეთ love.
რას ნიშნავს შენთვის? ამ კლუბის ჭრილში სავარაუდოდ ხო love money sex ანუ ეს კლუბის სახელია. love ამ კურსის კლუბის ფარგლებში მოვიცავ თვითსიყვარულს და ურთიერთობებს. ანუ თვითსიყვარული, იმიტომ რომ ხშირად სიყვარულს აღვიქვათ როგორც გრძნობას. და კი, ასე ვთქვათ, ემოციების ციკლშიც შეწერილია ერთ-ერთი ემოციაც სიყვარული. ამ შემთხვევაში მე რასაც ამ კლუბის ფარგლებში ჩვენ რასაც განვიხილავთ არის საკუთარი თავის სიყვარული. ან რეალურად საკუთარი თავის არჩევა. ეს არ არის აუცილებელი რომ თვითსიყვარული გავიგოთ როგორც თვითზრუნვა, იმიტომ რომ თვითზრუნვას ისედაც ვატარებთ. დავდივართ სალონში, რაღაც ვუვლით ფჭხილებს, ვიცვამთ, ვიკეთებთ მასაჟს და ასე შემდეგ. სინამდვილეში ჩემთვის თვითზრუნვა ერთ-ერთი კომპონენტი არის, რა თქმა უნდა, თვითსიყვარულის, მაგრამ თვითსიყვარული არის გავიგო მე ვინ ვარ, იმ ჩემი ყველა შინაგანი იდენტობით ნაწილით როგორც ნათელი ისე ესეთი ბნელი მხარებით და ისინი ავარჩია. მე მიყვარდეს პირველ რიგში ჩემი თავი. და მე რო ჩემი თავი მიყვარს, მე მიყვარს სხვა. აქამდე რასაც ვაკეთებდი, მოდი მე ჩემ თავზე ვიტყვი. მე მიყვარდა იმ გაგებით, რა გაგებითაც მიყვარდა ჩემი თავი. მე ვერ მიცემ სხვას იმას, რაც მე თვითონ არ მაქვს. ანუ მე ჩემი შინაგანი სიყვარულის ხურჯინი უნდა ავავსო და ამ ავსებულით მე შემიძლია რომ სავსე სიყვარული მივცე სხვას. რა ხდება, როდესაც მე არ მაქვს საკუთარი თავის სიყვარული და შევდივარ ურთიერთობაში? ანუ როგორია ეს ურთიერთობა? ძირითად შემთხვევაში. ძირითად შემთხვევაში, როდესაც მე არ მაქვს ჩემი სიყვარული, არ ვაფასებ ჩემ თავს, არ ვირჩევ ჩემ თავს და შევდივარ პარტნიორულ ურთიერთობაში, მე წილად დისფუნქციური. იმიტომ რომ მე მინდა უკვე მე მაქვს დიდი ნახრეტი და მე მინდა ამ ურთიერთობიდან რომ იმან ამავსოს, მე ეს ნახრეტი აავსოს. რა თქმა უნდა, ისიც იმიტომ შემხვდა რომ ეს ნახრეტი დამანახოს და ზუსტად მაძლევს საშუალებას და დამანახოს ეს ნახრეტი, მაგრამ სინამდვილეში მე თუ ნახრეტებიანი ვარ, ასე ვთქვათ, цаრიელი ვარ, მაშინ მოვითხოვ იმისგან ავსებას. ანუ მე ჩემი სიმყარე არ მაქვს და მას ვეკიდები. აი ძალიან რო გავამარტივოთ ყველაფერი. ზუსტად ეგრე არის ეს დამოკიდებული და თანადამოკიდებული ურთიერთობები, სხვადასხვა მიჯაჭვულობები და ასე შემდეგ. მან ერთ კითხვას მისვამა ხოლმე კიდე ის რომ რა ჯობია მაშინ ამოვავსო ეს ნახრეტები და მე შევიდე ურთიერთობაში. ზოგადად მე ვთვლი რომ ურთიერთობით სწავლობ ასევე შენ თავს და შენ თუ ავსე ეს ყველაფერი და მე პრაქტიკაში არ დანერგე, იმიტომ რომ ჯერ კიდე ელოდები როდის ამოივსება, ეგრეც არ მუშაობს. ამიტომ კი ურთიერთობაში შესვლა კარგია, მაგრამ ცნობიერ ურთიერთობაში, ზრდასრულ ურთიერთობაში შესვლა არის უბრალოდ მე როდესაც ვარ ზრდასრულ ცნობიერ ურთიერთობაში, ეს შემიძლია პროცესშივე შევქმნა საკუთარ თავზე მუშაობით. კი. და როდესაც არ მუშაობს ქალბატონი საკუთარ თავზე და აი შედის ესე ნახრუტებით. ამ შემთხვევაში როგორ გამოიყურება მისი პარტნიორული ურთიერთობები? ხო, ესეთი კარგი კითხვა ჰიპოთეტურია. სავარაუდოდ რაღაც ტკივილები ექნება, რომელიც მე დაანახებს რომ იმუშაოს ამ თავის საკითხს. ანუ პარტნიორი ჩვენი სარკეა, რომელიც რაღაცეებს გვანახებს და გვასწავლის. აუცილებლად. პარტნიორი არის ჩვენი საუკეთესო სარკე, რომელიც გვანახებს იმ ნაწილებს, რასაც არ ვიღებთ, არ ვაძლევთ თავისუფლებას, რაც გვინდა და მასში ვხედავთ, ან ზუსტად ის პოტენციალია, რაც ჩვენში არის და მასში ვეძებთ და გვინდა რომ ის დავაყენოთ სათანადო ადგილას და პარალელს გავაკეთებ. როდესაც საუბრობდით პრინცესაზე და დედოფალზე, ხშირი პატერნია, რასაც უყურებ, რომ მე შევდივარ ურთიერთობაში, სადაც ავტომატურად ვირჩევ ისეთ მამაკაცს, რომელიც ჩემზე ნაკლებია, ქვეცნობიერად, ვცდილობ მასში ვხედავ უდიდეს პოტენციალს და ვცდილობ რომ ის ავიყვანო პედესტალზე და გავხადო მეფე, იმისაც რომ მე მან გამხადოს მე დედოფალი, მაგრამ ეს არ მუშაობს. ანუ მე ვხდები დედოფალი და ვიზიდავ უკვე მეფეს.
ჩემს რეალობაში. ეხა გამახსენდა საკუთარი სამი ეტაპი გამახსენდა საკუთარი თავის, არც გოგოებს შეიძლება დაეხმაროს, ესე იგი, ჯერ ვეძებდი ადამიანს, ვისაც გადავარჩენდი და ამოვიყვანდი ჭაობიდან, ეს მქონდა 21 წლამდე დაახლოებით ესე. შემდეგ მქონდა მეორე ეტაპი, როდესაც ყველანაირ ურთიერთობას გავურბოდი, ანუ მოვაწონებდი თავს, იმიტომ რომ რაც მქონდა დავიხარჯებოდი ბოლომდე, გავაგიჟებდი და შემდეგ არ ვნახავდი, იმიტომ რომ ეს აღმოაჩენდა, რომ ეს თეონა არც ლამაზი, არც ჭკვიანი, არც საინტერესო, არც მიღწევები არ აქვს ისეთი და ამიტომ ჯობია, რომ ამას აი სანამ ის არ გავხდები, მანამდე გავწელო დრო და აი მერე ვნახო ის რომ გავხდები. მერე ეს ეტაპიც გადამივიდა და მერე დამეწყო ეს ეტაპი, რომ ანუ ვიღაცა უნდა მოსულიყო და გადავერჩინე და მოეცა ის ყველაფერი, რასაც ეხლა საკუთარ თავს მე ჯერ საკუთარ თავს მივეცი, ისე არავინ არ მოდის სანამ საკუთარ თავს არ აძლევ, ამ ყველაფერს აი მოვა და გადამარჩენს მე და აი მომცემს იმს ყველაფერს, რასაც მე საკუთარ თავს ვერ ვაძლევდი, ხო, ელემენტარული რაღაცა ნივთები და ისინი რაც შეიძლება დომებოდა, აი ეს ძალიან ბევრი გოგო ეხა დღემდეც კითხვა-პასუხი მქონდა და უმრავლესობა დაწერო, უნდა პარტნიორი და აი რატომ უნდა პარტნიორი, იმიტომ რომ გქონდეს რაღაცა ნივთები მაგალითად, ან იმიტომ რომ შეუქმნა საყვარელი საქმე, ხო? ანუ როგორ შეიძლება პარტნიორმა შეგიქმნას, ხო, საყვარელი საქმე პოულობდა. შემდეგ და აი ეს სამი რაღაცა მქონდა ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე. მაგრამ შემდეგ სადღაც ჩერდები და სვამ კითხვას და იქ კითხვას რო სვამ, აი შემდეგ იწყება უკვე ნელ-ნელა გამოღვიძება და გამოსვლა ამ ყველაფრისგან. ორზე ვისაუბრეთ და ეხლა ფულზე. ფული არის ძალიან საინტერესო ჩემთვის. რა არის საერთოდ ფინანსური ენერგია? კარგია ფული. ძალიან. და აი თუნდაც აი ამ წინადადების თქმა ალბათ მანამდე და ეხლა როგორი დიდი სხვაობა მე თვითონ ხვდები, იმიტომ რომ დიდი სირცხვილითაც მოცული იყო ეს კარგია ფული და ფული. იმიტომ რომ თითქოს რაღაც სიბოროტის დასაწყისია. ამ დროს ფული რა არის, ხო? ფული არის რეალურად ამ რეალობაში გადმოთარგმნილი ტრანზაქციის საშუალება, რომ მე რაღაც მაქვს, ჩემი ენერგია, შენ რაღაც გაქვს, შენი ენერგია და ჩვენ ამას ვცვლით. შეიძლება ეს გამოიხატებოდეს პროდუქტში, ეს შეიძლება გამოიხატებოდეს მომსახურებაში, ხო? და გაცვლის საშუალება არის. და ამას დავარქვით ფული. და მე ძალიან დიდი როლი მივანიჭეთ ამას, იმიტომ რომ თავრობები ასე შემდეგ და გახდა რაღაცნაირი რესურსი, რომელიც სადღაც თითქოს აღარ იქნება. ამ დროს იმაზე მეტი ფული არის სოფლიოში, ვიდრე ჩვენ გუგონია. და ფულის გამომუშავება და ფულის მოზიდვა შესაძლებელია ყველაფერში აბსოლუტურად. უბრალოდ მთავარი მათ კითხვა არის, რა ვფიქრობ, რას ვღირვარ მე? რამდენად ღირებულ რამეს ვქმნი, რამდენად მე ვღირვარ და იმას, რასაც ვაკეთებ, ღირებულია და რამდენად შემიძლია რომ ამაში მივიღო. და ეს გაცემის და მიღების, ასე ვთქვათ, კავშირი, ასე ვთქვათ, შემოსვლის და გასვლის მექანიზმი მაქვს მთელი. იმიტომ რომ შეიძლება იყოს დაზიანებული, ხო? ან დაპროგრამებული ვიყო, რომ გინდა თუ არა ერთი სახის ფულის შემოდინება, ფულის ენერგიის შემოდინება შეიძლებადეს, ხო? მაგალითად, მარტო მუშაობით და მძიმე შრომით. თუ მაგას ვფიქრობ, მაშინ ეგრე იქნება. მაგრამ მე თუ შევხედავ ამ ყველაფერს როგორც ენერგიას, რომელიც რეალურად ჩემი ამ სამყაროში ღირებულების შექმნით მოედინება ჩემთან, ზუსტად ეგრე შემოვა. ყველანაირი სახით. შეიძლება საჩუქარი იყოს, შეიძლება აბსოლუტურად საჩუქარი ისეთი, რომელსაც ვერც წარმოიდგენდი. ან ბარტერი იყოს, ან პარტნიორობა იყოს, ან ის რაც ყველაზე კარგად გამოგდის მაგალითად, მაგაში მიიღო ფული, ხო? მაგას რატომღაც ვაუფასურებთ ხოლმე. ხო და ფული არის ენერგია, რომელსაც უყვარს, როდესაც მას პატივს ცემენ, როდესაც მას პატივს ცემენ ნიშნავს, რომ
შემოსვლის უფლებას აძლევენ, დარჩენის უფლებას აძლევენ და ასევე გასვლის უფლებას აძლევენ. აი ამ სამივე წერტილში, პროცესის ნაწილში ხშირად არის ხოლმე დაბრკოლებები და ამ გაუცნობიერებელი თუ გაცნობიერებული დაბრკოლებებით ვაბრკოლებთ ამ ენერგიის მიღებას. ნაწილობრივ გაიცი კიდევაც საუბრის დროს ამ კითხვას პასუხი, მაგრამ ანუ ჩემი დღევანდელი ფინანსური მდგომარეობა ჩემს თვითღირებულებაზე არის დამოკიდებული. კი ბატონო. დღეს რასაც დღეს აქტიურად საუბრობთ იმაზე, რომ რა ღირებულებასაც მივანიჭებ ჩემ თავს, რასაც თვლი და წამს რომ ღირ ვარ, ის მოცულობა, იმ მოცულობის მიღების უფლებას ვაძლევ სამყაროს. და ამას რომ გავიაზრებთ, იმის გააზრება შეგვიძლია, რომ ამას რომ გავზრდით და გავაფართოვებთ, შესაბამისად იზრდება მოცულობა. და აქ საუბრობდით სხეულზე და პირდაპირ კავშირშია მაგასთან, იმიტომ რომ მე თუ შიგნით მწამს, რომ ეხლა მაგალითად დიდი ფული რო შემოვიდეს ჩემთან, ეს ჩემს ხელს უწამს, რომ ეს დიდი საფრთხის მომცემი იქნება, მაშინ ყველანაირად დაბლოკავს ამ ენერგიის შემოდინებას და გადაგტოვებს იმ ზღვარზე, რა ზღვარიც არის შენთვის დაცული. სხეული დაბლოკავს მაგას. ეს დაცულობის ზღვარი შეიძლება ვიღაცისთვის იყოს 50, ვიღაცისთვის 100, ვიღაცისთვის 1000, 10000, მილიონი და ასე შემდეგ. სინამდვილეში ნოლებს არ აქვს მნიშვნელობა, 1 ლარიც და მილიონიც ერთი და იგივეა. ენერგია უბრალოდ მოცულობა არის განსხვავებული. მოცულობა დგება იქიდან, რამდენად მე თვითონ ვთვლი, რომ მართლა ეს ღირსი ვარ, ღირებული ვარ. და შეიძლება სიტყვის მასალა თქვა, რომ მე ღირსი ვარ ამისი, მაგრამ შიგნით არ მწამდეს მაგისი. და რამდენად სისტემას ჯერა, რომ ეს დაცულია ჩემთვის. კი. ძალიან საინტერესო არის ფულზე საუბარი და ისეთი არის, ახლა გამახსენდა საკუთარი თავი, როდესაც სუპირველი სამუშაო როლი გამოუშვი, მაშინ ფას დავადე 9 ლარი და ძალიან ბევრმა მომწერა, თეონა ვინც შეიძინა, თვითონ იმათმა მომწერეს, რომ თეონა რას აკეთებ, ეს 9 ლარის კი არა 900 ლარის ღირებულება არის. ძალიან ბევრმა მომწერა ესეთი რაღაცა და მე ვფიქრობდი, რომ რა სისულელია უბრალოდ და შემდეგ გავწიე 19 ლარზე შიშის კანკალით. აი ესე რომ მეთქი, აი 19 ლარი როგორ ხა ღირს ვაი და ისეთი არ იყოს მერე და ეს ამ სამუშაო როლებში ვდებ აი მთელ სულს, გულს, ემოციას თუ კი რამე გამოცდილება საკუთარი თავის პრაქტიკით, რაც კი კარგი ყოფილა ჩამდიო და აი თითქოს არ მეპარებოდა ეჭვი, ძალიან კარგ პროდუქტს ვყიდი, მაგრამ ვერ ავწიე ფასი. ეხლა ჩემი სამუშაო როლები ღირს 89 ლარი და ამას ისე ვყიდი თითქოს 9 თეთრი ღირდეს მოკლედ რა, იმიტომ რომ აი სულ სხვა რაღაცა ეხლა რო საუბრობდი, უცებ გავათვიცნობიერე რამხელა ზრდა მოყვა, ანუ ჩემი თავით საიდან სად გავზარდე და მადიცი კიდე მნიშვნელოვანი რა არის, რომ შენ როდესაც ფასს ადებ იმ ადამიანსაც აძლევს საშუალებას, რომ ის ფასი გადაიხადოს, იმიტომ რომ შემოსვლა, გასვლა საერთოდ მნიშვნელობა არ აქვს სინამდვილეში, ანუ მან რომ გადაიხადა, ესე იგი თავის თავში ინვესტიცია ჩადო. და აბსოლუტურად სხვა ენერგიით მუშაობს მე იმ როლზე. კი, ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ უიმე რა ძვირე, მაგრამ იმისთვის ესე იგი არ არის. მე თავისუფლად მაგ გადახდილი იმ ხელა კოლოსალური თანხები და მე იქიდან მაგ 100 ჯერ მეტი ამოღებული. იმიტომ რომ მე ჩემი თავისთვის გადავიხადე პირველ რიგში, ანუ ეგეც გასაგებია, რომ მე ჩემი თავისთვის ვიხდი. მე ჩემ თავში კი გავიდა, ანუ ჩემი ჯიბიდან გავიდა, მაგრამ სინამდვილეში ჩემთან შემოვიდა და ამას ვუყურებ როგორც ინვესტიციას. კი, ხო, სულ პირველი კურსი, პიროვნული განვითარების პირველი კურსი რომ გავაკეთე, ღირდა 649 евро. და მას ჩემთვის 649 евро იყო დაახლოებით რომ მიხვდე, ეხლა რომ გადავიხადო კურსში 6900 евро. აი, ამხელა ფული და უფრო მეტი იყო, არ ვიცი, არა, უფრო მეტი თანხა იყო, მაგრამ აი გავბედე, მაშინ გადავიხადე, იმიტომ რომ მიხვდი, რომ ჩემით რაღაცეებს ვერ ვალაგებ, ერთი და იგივე წრეზე ვტრიალებ. ამდენი წელია თეონა, ისევ ბაკალავრის სტუდენტი ხარ, ისევ ამ
სტუდენტურ საცხოვრებელში ცხოვრობ. პირადი ურთიერთობები არა, ფინანსები არა, თვის ბოლოს ხელფასიდან ხელფასამდე ისევ თავი ძლივს გაგაქვს. ხო, ესე იგი, შენი ვეღარ მიდიხარ წინ, გჭირდება რაღაცა გზა, რომელიც ამ გზას, ან ვიღაცა, რომელიც ამ გზას დაგანახებს და აი მართლა ქირის ფული, რასაც ქვია, გადავიხადე, რომ აი რაღაცა შეიცვლება ჩემს ცხოვრებაში და იმ შემდეგ, რა ვიცი, გადატრიალება 650, რა ვიცი, ალბათ 100ჯერ 659 евро ამოვიღე, ხო, მას შემდეგ და მადლიერი ვარ, ხო, ძალიან მნიშვნელოვანია. კი, ძალიან მნიშვნელოვანია მართლა როგორ და საით წაიყვან. ნინი, ეხლა გვიყურებს ადამიანი და ფიქრობს, რომ მე ეხლა ჩვეულებრივ რუტინულ სამსახური მაქვს, მივდივარ ყოველდღიურად მოვდივარ და ხელფასიდან არ მრჩება არც 600, არც 64 евро, არც 85 ლარი და ასე შემდეგ. აი რას ეტყოდი ამ ადამიანებს? საიდან დაიწყონ? რა გააკეთონ საერთოდ? ხო, ესეთი კომპლექსური კითხვა არის. ხო. ჩვენს კლუბშიც ერთ-ერთ თვეს გვექნება ზუსტად ამის განხილვა, მაგრამ ნახე, შეიძლება მე არ მრჩება, მაგრამ და დავაკვირდე აი ამ სამ კომპონენტს, რაც ვახსენე. რა შემომდის და სად გამდის, ანუ ფინანსური literacy, როგორია, ფინანსური ცოდნა არ არის აუცილებელი, რომ დავითვალო სინამდვილეში რა შემოდინება და რა გადინება არის. და უბრალოდ ტვინი მოვმართო იმაზე, რომ თქვა, რომ რა შეიძლება სხვანაირად გავაკეთო ამ ნაწილში. არ არის სადღაც აუცილებლად არის კომპულსიური ხარჯვა. სადღაც არის აუცილებლად სიმართლის არ გასწორება. არ ჩახედვა, რომ უფრო მეტი ავიღე, რაც მინდოდა. იქ შემოვაფიქრი, რომ ვაიმე, კი, მაგრამ მე დავიმსახურე, ამდენი ვიმუშავე და სადღაც არის აცდენა. მე თუ იმ საქმეს ვაკეთებ, რომელიც მომწონს, რომელიც მიყვარს და ვაძლევ ჩემ თავს საშუალებას, რომ გამოვლინდე, ეგ პრობლემები არ არის. ესე იგი მანდ არის ხო რაღაც პრობლემა. ანუ იმ საქმეს ვაკეთებ, რაც მინდა, ხომ არ შემიძლია რამე კომპონენტი შევცვალო მაგ ქმედებაში. ან პირიქით დავისვენო. აბსოლუტურად საპირისპიროა, ხო? იმიტომ რომ გადამწვარი ენერგიით ფულს ვერ შევქმნის სინამდვილეში. ანუ პირველი ეტაპი მაინც არის, რომ გავარკვიო რა რეალობა მაქვს დღეს. ეს ყველაზე ძალიან არ მიყვარდა მე, იმიტომ რომ ისევ ხარჯავდი გიჟურად გადარეულად, მაგრამ ფულს მაინც სჭირდება და უყვარს, რომ იცოდე სად ხარ. ანუ ფანტაზიებში კი არისო, რომ, რა ვიცი, მე მაინც გადავიხდი. იმიტომ რომ შევძლებ და იქ მე ეს პროექტი მექნება თუ ეს მექნება, ან ჩამერიცხება მე-13 ხელფასი და გადავიხდი. ანუ ვიცოდე რას ვაკეთებ. სად ხარჯავ. ერთხელ ავდექი და დავითვალე მთელი 12 თვის გასავალი კლასიფიკაციის მიხედვით. და რაღაცები აღმოვაჩინე. არ არის აუცილებელი რომ ყველაფერი შეცვალო, მაგრამ სადღაც რაღაცას აღმოვაჩინე. ეს ერთი. მეორე, გავარკვიო რა გზებით, უბრალოდ კითხვა დავსვა, რა ახალი გზებით შემიძლია რომ ფული ვიშავა. ფული შემოვიდეს. მან რა ხდება ხოლმე, პირველი ბლოკი არის, რომ არა. ეს ის გზა არის, რაც ვიცი. და ფანჯარასაც კი არ ვაღებ, რომ რაღაც ახალი იდეა შემოვიდეს. თუ დახურულ ფანჯრებში ვარ, ვერაფერს ვერ შევცვლი. ამიტომ მან კითხვა უნდა დაისვას, როგორ გავაღო ეს ჩემი ცნობიერი წარმოდგენა, რა შეიძლება შემოვიდეს. უცებ აღმოჩნდება, რომ ძალიან ბევრი რამე შეიძლება მოხდეს. და ნელ-ნელა დავიწყო, სურვი 5 ლარიც იყოს, რაღაცა ინვესტიციის გაკეთება. შეიძლება დავარქვა, რომ აი მე მინდა ვიყიდო დაზგა, რომელიც გააკეთებს ამას და აი 5 ლარს გადავდებ ამისთვის, რომ აი ეს შევქნა, რომელიც მე ჩემთვის გამოიმუშავებს ფულს, მაგრამ აი რაც ეგეთი გავაკეთო. კი. ეს ხო შიდა პროგრამებია. მე მაგალითად ვერასოდეს ვერ წარმომედგინა სამსახურის პარალელურად თუ მექნებოდა რაღაცა პასიური შემოსავალი, დამატებითი შემოსავალი. სულ ესე ვფიქრობდი, ოკეი, დავამთავრებ უნივერსიტეტს, შემდეგ დავიწყებ სამსახურს და ამ სამსახურის შემოსავალი მინდოდა რაც შეიძლება მაღალი ყოფილიყო და ჩემი ამბიცია, ეს წარმომედგინა, ხო? ვერასოდეს, ანუ 10 წლის წინ რო გეთქვა, რომ სამსახურიც გექნება და თან საყვარელი საქმე გექნება, რომელიც აი ძალიან მაგრად
გაიფებ და ძალიან მაგარ შემოსავალს შემოგიტანს, ვიფიქრებ, რომ ეს ვერ არის და გაგიშვებდი მოკლედ ესე და ეს შიდა პროგრამების შეცვლა შესაძლებელია. ყველას შეუძლია ეს შიდა პროგრამები, ხო? ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობს, მე რა დამატებით რა სისულელია და არც კი ფიქრობს ამ ყველაფერზე. რამდენად შესაძლებელია ამ შიდა პროგრამების შეცვლა? აბსოლუტურად ყველაფერია შესაძლებელი. რასაც როგორც დავპროგრამდით, ისე გადავპროგრამდებით და თან კიდევ უფრო მარტივად. თავარია მოვინდომოთ, თავარია გავაჩინოთ ეგ სურვილი, რომ კი ეს მართლა მე ვირჩევ მაგას. როგორ თქვა, პასიურ შემოსავალი ახსენე, ხო? ბევრი რაღაცა მეც წარმოუდგენელი მეჩვენებოდა, იმიტომ რომ ეს ის არის, რაც დავისწავლეთ, რომ ჯერ დაამთავრებ ბაღი, სკოლა, უნივერსიტეტი, მაგისტრატურა და ერთი პოზიციიდან დაწინაურება და ასე შემდეგ. და თითქოს იმ კომფორტულ სხვებისთვის კომფორტულ ჯაჭვში ხარ ჩაბმული, რომელიც ილუზიურად გაბედნიერებს, იმიტომ რომ რაღაც პერიოდის შემდეგ დაწინაურდები და ვითომ წინსვლა გაქვს, მაგრამ სინამდვილეში რეალობა უფრო მარტივია, როდესაც აკეთებ საყვარელ საქმეს და ამას აკეთებს სიამოვნებით, იქ აუცილებლად მოდის ფული. აუცილებლად და ფული ცუდი არ არის თავის თავში, იმიტომ რომ შენ ამხელა ენერგიას როდებ და უზიარებ ამ ენერგიას, იმასაც უნდა და სამყაროს კანონია, რომ რასაც გასცემ, მიიღო კიდევაც, იმიტომ რომ რაღაცა პლუსი მინუსი ბალანსდება, ხო? და პროგრამის გადაწერა შეუძლია აბსოლუტურად ყველას. ყველას ხელში არის ეგ ჯადოსნური ჯოხი. უბრალოდ რატომღაც გგონია, რომ ვიღაცა ერთეულებს გამოვიდათ. არა, აბსოლუტურად ყველას შეუძლია. დასასრულისკენ მივდივარ და ბოლო კითხვას გკითხავ, ვისთვის არის შენი კლუბი? ფული, სექსი, სიყვარული და ვისთვის არ არის? ხო, ჩემი კლუბი არის ქალებისთვის პირველ რიგში, რომლებსაც სურთ ესეთი სისტემური მუშაობა და თან ხალისიანი მუშაობა საკუთარ თავზე, ვინც არიან გაბედულები, ვინც არიან გარკვეულწილად იდენტობის კრიზისში და იმის გარკვევაში რა უნდათ, სად უნდათ. ასევე არიან ლიდერები და მე მჯერა, რომ ლიდერები არ არიან მარტო კომპანიის ხელმძღვანელები, ლიდერები ასევე არიან დედები, რომლებიც თავის სახლის და ყოველდღიურობას მართავენ. რამხელა უნარი ჭირდება რომ მართავენ, ხო? ანუ და ყველა ქალი ვინც არის ამ საკითხში ჩართული, ან ლიდერი, სახლში იქნება, სამსახურში იქნება, თავის საქმიანობაში იქნება, მათთვის არის. და ვისაც უნდა რომ აი ეს კომფორტული და კარგი გოგოდან გამოვიდეს და რაღაცებს ჩახედოს თვალებში და გაბედოს, გახდეს დედოფალი, ასე ვიტყვეთ. ეს სიტყვა ცოტა კი ისეთი არის, მაგრამ რეალურად თავის ნამდვილ ენერგიაში, თავის საკუთარ ძალაში დაბრუნდეს. მადლობა ძალიან დიდი ნინი. აი საოცარი ენერგია მოდის შენსგან და ვუსურვებ ყველა ქალბატონს სიკაშკაშეს, სიბწყინეს და აი დედოფლობას, რასაც შენ თქვი. ნინი, ჩვენ გვყავს ორი სპონსორი და განსაკუთრებით მიხარია ეს სპონსორი, ეს არის ოფსის ონლაინ მაღაზია. ძალიან ხშირად მეგობრები მეკითხებიან აი სექსუალური ენერგიები მაგალითად ან საკუთარი თავის სხეული როგორ ვიგრძნო ასე შემდეგ და ვეუბნებ რომ აი რაღაც სუნამო ან ტანის ლოსიონი ან რაღაცა შეიძლება დაგეხმაროს ამ ქალური ენერგიების გაღვიძებაში და ოფსის ონლაინ მაღაზიაში ადამიანებს ზუსტად შეუძლიათ ვიქტორია სეკრეტის ორიგინალი ნივთების გამოწერა და შეძენა, ასე რომ ჩვენსგან საჩუქრად შენ ეს მადლობა, მე ძალიან მიყვარს ესეთი რაღაც. მადლობა შენ. ჩვენი კიდევ ერთი სპონსორია ყვავილების მაღაზია Sunflowers-ი და ეხლა ორი ვარდი იყო და ერთი მინდვრის ყვავილები და რატომღაც ესე მინდვრის ყვავილებთან თავისუფლებასთან გაგიკეთე ასოციაცია და ამიტომ ესეც Sunflowers-ისგან შენ. მგონი ძალიან მიხდება. ძალიან. ისე მიყვარს საჩუქრების მიღება, ესეც ქალურობის და ზუსტად. და ადრე ძალიან მაწუხებდა საჩუქრის მიღება მე პირადად ვამბობდი, რაღაც შებუჭილი ვიყავი საჩუქრის მიღების დროს. ესეც სწავლებადია. მე კი მომდევნო ხუთშაბათამდე გემშვიდობებით.